დღემშვიდობისა ჩემო ძვირფასებო, აი თქვენთან მოვედი ეხლა ესეთი საჯარო გახლით. აი რა უნდა იცოდეთ ეხლა და ამ წუთას. დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ, არაფერი არ ჩაიფიქროთ, უბრალოდ მიუყვეთ ეხლა ჩვენ დასტებს და ვნახოთ რა უნდა ვიცოდეთ ამ წუთას, ახლა და ამ წუთას. რა უნდა ვიცოდეთ ახლა და ამ წუთას. რა უნდა ვიცოდეთ ახლა და ამ წუთას. თქვენ უნდა გამოიჩინოთ კეთილგონიერება და უნდა წახვიდეთ იქედან, სადაც არცაც და არაფერი არ არის. ოღონდ ისე რომ არავის არაფერი არ უთხრათ. კიდევ რა უნდა იცოდეთ ახლა და ამ წუთას. დაისახოთ უნდა მიზნები, რადგან თქვენ გაქვთ ამის პოტენციალი და კიდევ ის რომ თქვენ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ოცნებები შემოდის. ეს არის ადამიანი ქარიზმატული, ადამიანი რომელიც არის ქარიზმატული, ადამიანი რომელიც არის თქვენგან განსხვავებული და ადამიანი რომელთანაც გელოდებათ სამომავლოდ ძალიან დიდი სიყვარული და გრძნობები. დედა რა ვქნა მეგობრებო, აი თქვენი სიყვარული 4-ვე კარტი ერთად. კიდევ რა მოდის თქვენ ცხოვრებაში? დღეს სტუმრიანობის დღე გვაქვს. ფიცი, მტკიცი, დათანხმება, აი თქვენს სურვილებზე წამოსვლა, აი კიდევ ამოვარდა. მეგობრებო, თქვენი ცხოვრება იქნება მოულოდნელობებით სავსე, სადაც იქნება წრფელი სიყვარული, ძალიან დიდი სიტყვა, სიტყვის შესრულება, დაპირებები, ოცნებები, სურვილების ასრულება. ღმერთო, როგორ არ მინდა რომ გავაფუჭო ეს კარტი. ანუ ის, რასაც თქვენ მოითხოვთ ამ ყველაფრის ასრულება. არ მინდა ეს ყველაფერი გავაფუჭო და ამიტომ ჩემო ძვირფასებო ძალიან არ მინდა. ნუ იქნებით შიშებში ის რაც ეხლა ხდება თქვენ ცხოვრებაში, ამის არ შეგეშინდეთ. ამიტომ ეხლა რაც ხდება თქვენ ცხოვრებაში არ შეგეშინდეთ. აწარმოეთ მოლაპარაკებები, ან აწარმოებთ მოლაპარაკებებსაც და მოკლედ ჩემო ძვირფასებო, ეს იქნება ერთ ბედნიერ დღეს, ასე რომ იყავით თავდაჯერებულები, იყავით მეგობრებო, აი იცით როგორი ლაღები, მეტი არაფერი გევალებათ და სამართლიანები თქვენი ცხოვრება იცვლება რადიკალურად, აი მეგობრებო, თქვენი ცხოვრება საითკენ მიდის და ეს თქვენ დაიმსახურეთ სამართლიანად, მე კიდევ ამ ყველაფერს გულით გისურვებთ და გელოდებით კომენტარებში. ბედნიერი და წარმატებული დღე თქვენ ყველას გაიხარეთ.